დავყენები ისევ და თითქმის შევაჯამებ ზვია ცეცხლაძის სისხლის სამართლის საქმეზე რა დარღვევებიც იყო აქ ამ ყველაფრიდან გამომდინარე ფიქრობთ და მიგვაჩნია რომ ამ ეტაპზე გამოყენებული პატიმრობა ნახეთ იმისი დაშვება იმის მიუხედავად რომ არ არის დანაშაულის ნიშნები და სასამართლომ არსებით განსახილველად გადასცა ზვია ცეცხლაძის საქმე ამ საკითხში მიგვაჩნდა რომ უნდა შეწყვეტილიყო სისხლის სამართლებრივი დევნა თუმცა გადაეცა კი ბატონო გადაეცა გასაგებია და არსებითი განხილვის რეჟიმში გაგრძელებული იყო მაგრამ ამ ეტაპზე გამოყენებული პატიმრობა ცალსახად არღვევს მისი თავისუფლების უფლებას რომელიც არ უნდა იყოს შეზღუდული ამ არსებული პირობების გათვალისწინებით. აქ რომ კონდეს სხვა მოცემულობა და იკვეთებოდეს მტკიცებულებები და კონდეს თუნდაც ერთი აღკვეთი ღონისძიების მიზნიდან რომელიმეს კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების საფუძველი, რა თქმა უნდა, ვერ ვისაუბრებდით ამ დასაბუთებით. ზოგჯერ არის საქმეები, როდესაც მართლა არსებობს მტკიცებულებების განადგურების, ახალი დანაშაულის ჩადენის მიმართვის საფრთხები და ამ შემთხვევაში შესაძლებელია რომ ადვოკატმა არ დაარღვიოს დაცვის უფლება, მაგრამ თქვას ძალიან მოკლედ, ძალიან ლაკონურად და შეეხოს კონკრეტულ საკითხებს, მაგრამ მაშინ, როდესაც ფიზიკურად არ არის ამისი აუცილებლობა, მაშინ, როდესაც ბრალდების ხარის ევალება პირდაპირ დაასაბუთოს, რატომ ვერ უზრუნველყოს ნაკლებად შემზღუდველი ღონისძიება და სასამართლოზე ზუსტად ასეთი ჩანაწერია, რომ სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაშია უფლებამოსილი პირის მიმართ გამოიყენოს მკაცრი ღონისძიება, თუ დარწმუნდება და ვინ უნდა დაარწმუნოს ბრალდების ხარემ და თუ ის ვერ დარწმუნდება, რომ ასეთი ღონისძიების გამოყენება მართებული არ არის. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს რჩება მხოლოდ ერთადერთი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება და უფლება, რომ მან უნდა შეუფარდოს ნაკლებად შემზღუდველი ღონისძიება. სხვა შემთხვევაში ცალსახად შეიძლება ითქვას, თუ სასამართლო დარწმუნდება იმ მტკიცებულებათა სტანდარტის არარსებობის პირობებში, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ეს გადაწყვეტილება განჩინება არის დაუსაბუთებელი და სწორედ ამაზე ვსაუბრობთ, რომ უკვე მიღებული გადაწყვეტილებები განჩინებების სახით აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვების და შეფარდების და მოგვიანებით არსებითად გადაცემის ნაწილში უკვე დარღვეულია ამ ნაწილში სამართლიანი სასამართლოს უფლება. მადლობა.